გამარჯობა. ესე იგი, ყველაზე თქვენი ადამიანი სოფლიოში, ნანუკა ჟორჟოლიანი, პოსტებს და ეხმაურება პროტესტს. გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება. რა სიტყვა თქვენი აზრით? აქ მოის კითხვა სვაზე თვითონვე ცემს თუ კარგად დაუწყვია წინადადება, შეძლებია. რომელი უფრო იფიტება? სვაჩორს სავა სანამ კითხვას, საკუთრივ კითხვის პასუხზე გადავალთ, მე არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ უბრალოდ, ასეთი კითხვა როგორ ააგო ნანუკამ. პასუხიც არანაკლებ საინტერესო. ChatGPT-ს აწერილებს შეიძლება. არა. დამიწერე Facebook სტატუსის პროვოკაციული კითხვები პოლიტიკურ პრობლემებზე. ChatGPT-ს ხო უნდა კითხო. გეტყვი ისეთ შეცდომა დაშვებული, რომ ChatGPT-ს თემა არ არის. მე გავცე პასუხი. ხო, მან შენ, რა ვიცი, გითხარით. გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება, გეკითხება. პროტესტი. სწორია, აუცილებლად პროტესტი წერს და გვენძრევაო წერს, პოლიცია მაგრადარიო, გრძელვადიანი თამაში ბიზნესიაო, ძლიერი მხარე ესაო, სადაც სპონტანურობა იყო, რამდენი შეცდომა დაუშავო და ძალაუფლებასაც გადამეტა, ჭავსაც და ხარებასაც. ადამიანს ორი ჯარიმის გადასახლად უკვე აღებული აქვს, რომელსაც ეს აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კლასს ფიზიკურად ვერ იღებს. თუ უნდა ნებისმიერ აქტივისტს, რომელიც ხმაურობს, ეტყვის, რომ თავზე ქუდი არახურია და გარიდებს. გაიხსენეთ აღდგომას ხალხი და აი ახლა აქ რის გამოც მე წავიკითხე სტატუსი, ბარდიულზე დგომისთვის დააკავსა. ბორდიული არის ბარდიული. ბიჭო, ბარდიულზე. კიდე კაი ისაა ბოდიში და ბარდიულზეო. ვაფშე კარგი იქნება. გოგაშვილის იმის არ იყოს, ბოდიში და პირში და ტყვია მიცემულიო. პირში მიცემაზე ყველაფერი, გარჩე, გინდა ტყვია იყოს, გინდა ის ბარდიული, მეგობრებო. ბოდიში და პირში ქონდა ტყვია მიცემული არახსო. პირში ქონდა მიცემულიო. პრიაო. ბარდიული, მეგობრებო, ბარდიული. მე უთხრა ნანუკას მინდა ესეთი რამ, რომ უცხო სიტყვებს შეეშვას. დანარჩენი აქ არაფერს საინტერესო არ არის. არტერიაში და ბარდიული. საინტერესო იყო? არტილერია, არტერია მე რატო? არტერია არა. სიგიჟია, რომ არტილერია არტერიის მაგრად ვერც მოიფიქრებ, როგორ კი, არა, ვერ მოიფიქრებ. მართლა რო გინოდეს, შაყინოი ვარიანტის გაკეთება. სხვაჩორის მექანიკური შეცდომა ჩვენ ზებრსიტყვიერებაში რაც არსებობს ესეთი სიტყვა შეთანხმება მექანიკური შეცდომა როგორი პრინციპით ხასიათდება იცი იტყვი თუ არა იმ წამსვე ასწორებ რა თქმა უნდა და ამან ისე თავისუფლად და ისეთი დარწმუნებით ილაპარაკა ბარდილერია დაწერა რაღა არის მაშინ დაწერა ხო დაწერა ვაფშე იმის ბარდიული გავუშვათ გუბაზები წავით გუბაზე რა პირობითაც უპირებს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ბიძინა ივანიშვილი ვინც მონაწილეობას მიიღებს მოღალატედ უნდა გამოცხადდეს მორჩა და გათავდა რა თუნდა ამას პიპუი მოღალატედ ვიღაცები უნდა გამოცხადდნენ პოლიტიკურ რაო პიპუი რა არის პიპუი 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 მაინც აი ხელებს ესე ვერ ვიგებ რა საკითხი იოპაო თუ რა არა იოპაო სხვა პიოპაოა პიპუი რა არის არა რა თუნდა პიპუი ხელახლა რო ჩამირცოთ დავუშვით თუ შეიძლება შრიტინი და ბევრი ლაპარაკი ეგრე არ არის იქ სხვა რამეა ანახე რა უნდა გაპირობითაც უპირებს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ბიძინა ივანიშვილი ვინც მონაწილეობას მიიღებს მოღალატედ უნდა გამოცხადდეს არ გასკდე მორჩა და გათავდა რა თუნდა ამას პიპუი გააჩერეთ აი რა არის პიპუი რა საინტერესოა არის ეგეთი აზიური ანიმაცია სერიალი ჩემი შვილი უყურებს პიპუია პუიპუი არა პუიპუი სხვა და პუიპუის პერსონაჟები საუბრობენ ეგრე პუიპუი პუიპუი ეგეთ ხმებს გამოსცემენ შეიძლება გავლენის ქვეშა არა შეიძლება ახლა ხროცვა და არა ეგრე ნუიტვა ერთი ინტერესი გამოხატა არა ეგრეც ნუიტვა შეიძლება დასაძინებლად უყურებს ხოლმე სინამდვილეში აფუკი და საკუთარ ეგზისტენს რო გაექცა შეიძლება უზის მაგას სინამდვილეში რანიმაა დუშა სხვაჩორის ეს ვიდეო ჩემი მითითება არც არავის სჭირდება, მაგრამ აი არქივი ვისაც ევალება მისი მოწესრიგება, თანამედროვე კონტექსტში უნდა შემოინახოს, იმიტომ რომ თვითონვე მიიღებს თუ დაუკვეთეს და დაავალეს. პიპუი იქნება. მას დაემართება პიპუი. თვითმმართველობის არჩევნებში თვითონვე მიიღებს მონაწილეობას და ძალიან მარტივად. პიპუი მას დაემართება. თვითონ არ თქვა კაცო ყველაფერზე რაც უარყო მერე. კარგი. მაშინ პიპუი იქნება. შემდეგ გულბოზი გავუშვა და ბეიბი გულბოზი აქვს. არ ვიცი, ხა არ არის დღეს და გავუშვით.
ყოველთვის კი არა. საპარლამენტო არჩევნებს რო ითხოვ, შვაში უნდა ჩააყვეხო მთავრობის გადაყენება. ამის თქმა ეშინიათ. კი ბატონო. ჩემს კოლეგ მე აღარა ვარ უკვე მოურჩი, მე დავამთავრე პოლიტიკა უკვე. რანაირად მოურჩი. მე ჩემი ბიოგრაფიით გავედი აქედან. და ჩემი საქმე მაქვს. რომელიც საზოგადო საქმე იქნება აუცილებლად. არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დავდუმდე. კაი, გავტიცოთ. მოიცა. ერთ წამი. შუაში არ სვავენ მაგასო, თორე რო ჩასვან, შვაში, თორე რო ჩასვან, აუ ესე იტყვის ეს თავრობა წავედ კარგად იყავიო? ანუ პროსტა თქმაზე არის თემა. არჩევნების მოთხოვნა და მთავრობის ბაჩო, რა შვაში? მანამდე გადაყენება. როგორ არის? მოიცი ჩვენ. მანამდე გადაყენება. ჩვენ ახლა იმ სივრცეში შევეც, სადაც გუბაზის ლოგიკაა. ნაბუდვარზე სერიოზულად ლაპარაკობთ, ხო? არ გვეკადრა. მაგრამ ერთხელ ხო ილაპარაკა ამან. არ გვეკადრა. არ ეკადრებოდა მე არც ამას, მაგრამ იკადრა. ბიჭო, თავის ბიოგრაფიით კაცი წავიდა რა. ეგეთი ბიოგრაფია გქონდეთ რომელიმეს და მე ილაპარაკე. ეგრე Google ბოზოს და მე რაზე. იჭიდავებოდა. ღალატს რას არქმევდა? ჯარიმას. ვისაც აგინებდა ყველაზე მეტად და ეძახდა მოღალატეს, მე რაქნა? შეუძრა. რაზე? ტალონებზე. კი, всё, აი ბიოგრაფია. მესამე გავა. კარში მე მგონი უნდა დამკვიდრდეს მინიმუმ უბნურ ფოლკლორში გულბოზარი ტერმინი. მე მგონია რომ გამოხატოს დიდი ბიოგრაფიის პოლიტიკოს. მე მგონია რომ გარკვეული ინდიკატორი უნდა იყოს კუბაზე. რაღაცა შეფასებითი ერთეული უნდა იყოს. აი ერთი გუბაზე არის, ესე იგი დიდი ღალატი გააკეთე რა და აი 10 გუბაზე არის წარმოუდგენელი ვაფშე ისტორიაში. მე გუბაზები? აი როგორც აბალიანი მიწის ზურაც ხრაბალი. აი ეხა გეტყვი. მან ჩემს სფეროში გადმოხვედი ფიზიკაში. 1 და 10 გუბაზი კი არა, უნდა იყოს მიკროგუბაზი, ნანოგუბაზი. ანუ 1 გუბაზი მარტო გუბაზია. იმის მაღლა კი არ არის, რამოდენიმე გუბაზი ეგეთი ადამიანი არ არსებობს. თვითკმარია. არის, 2 გუბაზი არავინ არ არის, მიკროგუბაზია. შენ ამბობ რომ ეს ყველაფერს მოიცავს. 1 მილიგუბაზი, ნანოგუბაზი, პიქტოგუბაზი, ანუ გუბაზი 1000-ები, 100-ები, 110-ები, დეციგუბაზი. დეციგუ და მე დეციგუბაზი, მილიგუბაზი. და მე ადის. და ხოდა მეთახმე. კი. იმიტომ რომ 1 ხო არა 10 გუბაზი ხა. 10 გუბაზი არა შეხება ხელოვნურმა ინტელექტმა ქნას. ნუ არა, მაინც მოდი ხელოვნურ ინტელექტს რო დაავალო ხალატი. აი მაგრამ აი ნახე მიხვდები რომ ხელოვნურ ინტელექტს რო დაავალო რომ ძალიან ლამაზად მიღალატე. ChatGPT-ს ნო კითხოთ ეგა რა. ძალიან ლამაზად მიღალატეო რო დაავალო. გუბაზის დონემდე ვერავა. ჩემი აზრით. ბიჭო, გუშინ სხვა შორის ძალიან ბევრმა მომწერა ის ვიდეო რო გავუშვით ჩვენ. რომელი? ზომბების შემოსევა. ხო. ნუ ეს საოცარი ვიდეო იყო და კიდე ისაუბრეთ რა რაღაცა. არა, მე ხორმით გამო. აი მაგალითად ზომბებზე გამახსენდა რას ამბობს გუბაზი. გავუშვით მესამე. განსხვავებებს დავანებოთ თავი. განმასხვავებებს. არ არის ახლა მრავალფეროვანი და ფერადი საქართველოს დრო არ არის. შავში ცხოვრობთ, უკუნში, შვაში. და ჭირდება ამას განათება, ამას ჭირდება სანთლის დანთება, ცეცხლის დანთება. აი ამ სანთლის დანთებაზე როცა დავანთებთ სწორედ სანთელს როცა დავანთებთ ფერებს მერე აღვიქვამ კიდე. ძიებაში არიან ეხლა საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც. კაი, რაღაც ვეძებ, რას ვეძებთ ინგა, რა ძიებაში ვარ, რა ვერ გამოვიძი. ინგა გრიგოლია რომელსაც არ აქვს ყველა homo sapiens-თვის დამახასიათებელი თვისება, რითაც homo sapiens-ი პითეკანტროპისგან განსხვავდება, ფანტაზია, ანუ არ შეუძლია განზოგადება, გაიგე? ინგა გრიგოლიას ეს არ შეუძლია, არ ძალუძს. და როცა ის ეუბნება, რომ სანთლის დანთებაში ვართ, ის რაღაცნაირად პასუხობს მართლა რეალურ სანთელზე საუბრობს და გადატანით ჰიპერბოლურ მნიშვნელობებს არ აინჭებს მნიშვნელობას. ამიტომ ამის დედაცვატირე. ელენე ხოშტარია, თხოვთ. აქ პოლიტიკურ სპექტრს გვაქვს ამოცანა არა გული მოფხანოთ ვინმეს ან არა რეალისტურად თქვათ რომ ზეგავალ და დამთავრდებიან არ არსებობს ყველა მოგატყუებთ ვინ სიტყვის თარიღს როდის დამთავრდებიან არ არსებობს ეგეთი თარიღი მაგრამ არსებობს აბსოლუტური რწმენა რომ ყოველ დღე შენ უახლოვდები თუ შორდები მათ რყევას ყოველ დღე შენ ძლიერდები თუ სუსტდები ამას თავისი კონკრეტული ფუნქცია პოლიტიკური პარტიებისგან როგორც გითხარით არ თანამშრომლობა პროტესტის მხარდაჭერა საინფორმაციო
პოლიტიკის საინფორმაციო ველის შექმნა, სადაც ჩემი აზრით მოვიკოჭლებთ, მათ შორის ჯერჯერობით პლატფორმაც და ესეც გულწრფელად უნდა ვთქვათ, საინფორმაციო ველზე ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად უფრო პროაქტიულები და ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, ვჯელობთ და პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ ერთად ვხედავთ და მე მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიები ჩემოვლენ განსაკუთრებით ჩემ კოალიციაზე, რომელშიც ერთგულად რჩები და ძალიან ბევრ საქმეს ეს პლატფორმა ხო იცი რაზეც არის ლაპარაკი? კი, მონაჯიზე? არა, ეს არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გარშემო გაერთიანებული აუ შიე. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძალიან სწორი, ну როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს სწორ დროს, ორჯერ, აი ძალიან მაგარი რამე თქვა რა, ელენე ხოშტარემ ერთ წინადადებაში ვერ შეხვალ, სადაც ეს შეეწინააღმდეგები. პირველი თქვა ის, რომ ვინც გეტყვით, როდის დასრულდებიან ესენი, ეს არის სრული პოპულიზმიო და მეორე, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ყოველდღიურად ჩვენ მიზანთან ახლოს მივდივართ თუ შორდებითო? შორდებით, იმიტომ რომ ნახეთ სხვათა შორის ის ვიდეო, რომელიც ჩვენ გავუშვით გუშინ, ჩვეულებრივი დაბალორგანიზებული ზომბების შემოტევა, ის პატარა მაიმუნი რო დარბის და ჩვეულებრივი ზომბები იკვინებიან. რა თქმა უნდა, რომ ხალხისთვის ეს მიუღებელია, ხა წარმოიდგენენ, რომ ეს არის თქვენი აქტივი. ეგრეც არის პრინციპში და აი ძალიან საინტერესო კინემატოგრაფია. ვინ უნდა დაგიჭიროთ ხარი? ჩერგომ და შენთანავარ და კინო. შენთანავარ ალავერ. ხოთო. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, ალბათ ყველას გაქვთ ნანახი და იქ არის ერთი სცენა, რომელსაც ეს მაკ მერფი მთავარი პერსონაჟი მარმარილოს დიდ შადრევანს ეკაჩება და ვერ მოგლეჩს რა და მცადე მაინცო ამას იძახის და გიგას ხედავდი ხოლმე ხშირად აი ამ მაკ მერფის როლში, რომელიც ცდილობდა რომ რაღაც გამოსვლოდა და მე ინდიელს გამოსდის, ხო ის გლეჯავს და გლეჯს და აგდებს და გიგას ვეუბნები, ეგება მე აღმოჩნდა მეთქი ეს ინდიელი თუ არა და მაკ მერფის რიგებს შემოვეცდები ცადე მაინც. მე მიმაჩნია რომ დღეს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან და მართლა ერთადერთი ლობოტომირებული რამბარებაში ერთადერთი ვისაც ამ ფილმიდან მახსენებს ეს მედა არის. ხო, მედა რომელიც ალბათ ეს სასტიკიდია, უფრო დაულმოყრელი. აი მედას გავს. ეხლა რა შეიძლება არ მე მგონი კრისტოფერ ლოიდის პერსონაჟი გიჟი რო არის გახსოვს? ჯგუფი რო თქოს იგი ხარჯერ მიმიკით გავს. რა შეიძლება ეს მაგდაწესებულების სრულუფლებიანი და ლეგიტიმური წევრი უნდა იყოს. მასაჟირი. მომხმარებელი. მასაჟირი. ეს სერვისი მისთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღიურად ამას არ უნდა გამორჩა. ამას ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ ფსიქიკური აშლილობა არ აქვს. ამას აქ რაღაც არ გზნებული ტვინის ქერქში. ისეთი, რომ შანსი არ არის. გიგა, ესე იგი, როცა ნაცებთანაც იყო, აი ამ საგიჯეთში ნაცებთან. მაშინ მაკაკის დაირად ცდილობდა და ხალხის გათავისუფლებას. უნდოდა რომ ხალხი არ გაეუპატიურებინათ, ხალხი არ ეცემათ, ქონება არ წაერთვიათ. ანუ უნდოდათ რომ მაგრამ არ გამოვიდა. უნდოდათ რომ ეკლესია ქონოდათ ისეთი აი ორღანი და რაღაცები. გიგრული ქულ. უნდოდათ რომ მაგალითად აი ეს ნეოკონების დღის წესრიგი პროსტა იქ ცოტათი მეგის გარდავა რაღაცებს ხო და რახან აი მე გარდავას ვერ ძრავდა. კი, გარდავას ისაზრიგეს ვერ ძრავდა. ამიტომ მე მცადე მაინც. არა, თურმე აღმოჩნდა რომ ჩერგო და გიგა თქვენი კონტრიბუცია ნაცების დროს ვერ შეედრება მეგისას და ახალაების კონტრიბუციას. იმათმა რაც შემატეს ნაცებს და რითიც ნაცები გააძლიერეს და რის შედეგადაც ისინი ხელისუფლებაში რჩებოდნენ თქვენი ტაბულას კონტრიბუცია ლევან რამიშვილის რაღაცა ვერ შეედრება. რამიშვილმა ერთხელ დაწერა გაზარდეს მარტო ერთი სამი ბავშვი. ერთი ის რო არის კიკნაველიძე პატარა ბებერი. გაიქცა მე ის. არა, გაზარდეს სამი ბავშვი თქო, ერთი ის კიკნაველიძე იქ როზის წამყვანად, მეორე ის ფუტლობა რო უნდა დაგიჟდებოდა და მესამე ერთი ორი გოგო კიდე. მაჭავარიანი რო იყო. ხო, მე პუტკუნა გოგო მოგაბატი ესე დავიმახსოვრე. მე არაფერი დაბულას არ მოგდანია. ვაშაძე გავუშვეთ, აბა ინახეს და კაია. გამძლეობის ბრძოლაც არის ეს ყველაფერი რა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს იმხელა მყარი მორალური ფუნდამენტი ავეშენეთ ამ თვეების მანძილზე, რომ ჩვენ ისინი გამძლეობაში ვერ გვაჯობებენ, ხო? ვეღარც რაღაცა ამ სისხლის სამართლის საქმეებსაც არ უყურებთ უკვე ისე რაღაცა სერიოზულად, ხო? ნუ რაღაც ადრე შეიძლება უფრო დიდი აღქმა იყო ამ ყველაფერს. მე გეუბნებით პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ხო? ეხლა საქმეებია ასე შემდეგ. კაი. ანუ დაიჭერენ თუ არა ვაშაძეს. ვაშკა, ჩერგო შენზე ამბობდა რომ ზეაო. ამბობდა რა აღარ ამბობს? ეხა ეგრე აქტიურად არ შევხვედრი. არა, კი იტყვის. მაგას ჩვენც ვამბობთ. თქვენი ძმაკაცი გეგელია ბევრი დღეს გავუშვით.
ჩემი ძმა წარმოადგენს ამის ისტორიაში ყველაზე კარგ სახელმძღვანელოს იმისა თუ როგორ მოვსპოთ ქართული სახელმწიფო, როგორ გავანადგუროთ ყველა ეროვნული ინტერესი, როგორ დავცეთ ბეჭებზე ყველა ეროვნული ინსტიტუტი, როგორ გადავაგვაროთ ბოლომდე ის რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სახელმწიფოებრების კუთხით. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი შრომა და ძალიან რთული ამოცანა იქნება წინ. აი ეს არის წმინდა წყლის ბრინკა. არა ბალონკა ძმაო. ამას ბალონკა საყვარელი ზაღლია, მაგრამ რა შეჭი ზე ბალონკა? ხო და ბალონკა საყვარელი ზაღლია თქო, მაგრამ ნუ აი ბალონკა რო გადააქციო ადამიანად და გახადო ოდიოზური არის ეს. ბალონკა შენ ადამიანად გადააქცია და უკვე ოდიოზური. გაიმეორე ბულგაკოვის შედევრი შეხლა. იცით რა მაინტერესებს? საბაჭი ეს. თქვენებური ხალხი ხართ რაღაც დაცინით ადამიანებს. შენ ვინა? ითქვა მინდა დაგისვათ თქვენი აზრით. ამას არ აქვს ქარიზმა რომ მასები აიყოლიოს? კი, აი ხათ შევამჩნია. ძალიან მსვლელი. აი მოდი მეც კინო ალუზიას მოვყვა, გახსოვს შავი რაინდი, მარტინ ლოურენსი რო თამაშობს, ვიქტორიან ინგლისში რო დაბრუნდება და იქ რო დედოფალის სიტყვით გამოდის, მასები რომ უნდა აღელოს სკოლაში წავიდნენ. ზოთაი მაკალიბრის ორატორია. არა, იქ ვაფშე სხვა რამე ხდება. იმას უფრო ფეილი დიმეწონიანი ეს საერთოდ მანდა მაკამდეც ვერ მივა. დიმეწონიანი, გელბახიანი, ხო, ძალიან მაგარია. აუ შიეთ. ყოფაში ვარ, მაშინ გითხარი, ეს არ ვიცი რა. სიქოსში ვარ, ბატონო და ერი არის ავად, ჩვენ ავატყობ გამოსახულება სულთა. მე დო ავყევით ამას ყველაფერს და ვარ თავად ყველანი. იმის მაგიოდ გამოსავალი ვეძებოდ ერთმანეთს ჭამთ ეს ავატყობები ვარ და ეთლიშკა რა საინტერესო დუკეთია. ხო, პრინციპში, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხელისუფლებას ესე უნდა. არ მოეწონა. ქრისტიანულ სახელმწიფო ვარ. თუ ოდნავ მაინც გჯერათ რომელიმეზე ქრისტიანულ ჯერ. რა გიწერიათ იქა რისთვის გაგვაჩინა უფალმა. იყვეს მოყვასი შენი ხო. რა გვეთყობა ჩვენ ერთმანეთი გიყვას. რომელს გვეთყობა ეს? აი რაღაც რომელი თქვენ ნაღდად არ გეთყობათ. არა ბიჭო ეს პენსიონერთა კლუბი რა საყვარელია 9 და 20-იანი უნდა რა და დამთავრდება ეს პაყოფილი იქნება ეს სასტავი რა. და იქ ელიავას ბაზრობაზე აბონემენტი ის რომ დადის პრუჟინევსკი დულობს რაღაცა. არა, მაგარი რაღაც თქვა ბიჭო. რა? ავად ვართო. ავად ვართო ხო, შეიგზნო. ნიკამელია საგზელი. არა, არ გვინდა კაცო გრძელი ნიკამელია. ზურა ჯაფარაძე მაშ დავიდე. ზურა ჯაფარაძეს აქვს ეს საკითხი გადასაწყვეტი. წავა ციხეში და ნახოთ გაუშვით. მიროს არ გადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე მე ვამბობდი რომ მასკარაჩი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ ეს აბრაამეთი არ არის პარლამენტი ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერ სისულელს რაც უნდა დაგავალონ არ უნდა გააკეთო ეს იყო ჩემი პრინციპული პოზიცია ამაზე ვრჩები რაც შეეხება იმას რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ არაფერი გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები ყველა პოლიტიკოსი ვინც ხა ქუჩაშია და ვინც ხა იბძვის უნდა გაგზელდეს ბრძოლა უნდა გაგზელდეს პირველ რიგში წინააღმდეგობა და გამბედავად ვერ ბაზრობს ანუ ამას დაიჭერენ თუ არ გადაიხდის გირავს. ყოველთვის მეგონა რომ რაც ჰიპერ აბსურდული კომედიური ფილმები ვერასოდეს რეალობაში ვერ განხორციელდებოდა თავისი ყველაზე აბსურდული სცენებით და ეს კაცი არის საპირისპირო, იმიტომ რომ ეის ვენტურაში ჯიმ კერი რო საჯდომით ლაპარაკობს, კაცს უყურებ და იგივეა ძმაო. საჯდომი გელაპარაკება. просто ეს საყვარელია, რაღაცნაირ ნიჭიერია რა. არა, ჯიმ კერი ნიჭიერია, მაგრამ მე გეუბნები ჯიმ კერის საჯდომი. როცა ის ვენტურაში ცხოველებს რო ეძახის და ხო, ამაზე გული გერევა და იმაზე გეცინება. მეიჰორნს რო ელაპარაკება, ანუ ეგ კაცი არის, რომელიც გეუბნება რომ ამან ეხლა რეალურად რა თქვა, იცი, რისი პერიფრაზრება მოხდა თავის დებილი სიტყვებით. ჩვენო თესლები ვართო. დავყავდა. და კი, მე რო ჩვენ თუ იმას კი დაგვიჭერსო, ანუ გამოჩნდებია ქუჩაში სხვა და ხო, პირადად. ალეკო ელისაში ქუჩაში ვინც ჩანს გუში ხო გავუშვით ისე დღესაც ხო არ გავუშვით ის ალეკო ელისაში ანგელოზებით ვიდეო ზომბი აპოკალიფსი რომ მოდის მე ვერავინ ვერ მისაყვედურებს იმიტომ რომ კი აი ბიჭი ვარ და უშესნო მილიონი სისულელი ჩამიდენია ხო ამ შემთხვევაში ვერავინ ყველაფერს ვაკეთებდი და ხურულ შეხვედრებზეც ღიადაც რომ ერთობა ყოფილიყო ამ შემთხვევაში ჩვენი კოალიცია იყო პირველი, ვინც იძახდა, რომ ერთობა და ახლაც არის და ჩვენ არანაირ სხვა პლატფორმებში არ მონაწილეობთ, არის ალომე ზურაბიშვილთან. წინააღმდეგობის ფრონტი, წინააღმდეგობის პლატფორმა და ვართ იმის მონაწილეები. ხო და აი ეს დანარჩენი რაღაცები არ მოწოს. რატო ხდება ამბიციების გამო და მეტი აფრის გამო. ერთობა და გართობა გახსოვთ? არ ვიცი. რაღაც უცხო ნომერმა მომწერა, ძალიან კაი რაღაც ცოტა დაგვიანებით. გუბოზის გადაიცითო, хочешь пуй, всё равно получишь хуй. ეგ აქ გუბას
ბევრი და სხვა რამე უნდა. რა აქ? რაც შენ 300-იანი რუსული თქვი. თელი ცხოვრება მაგით დადის, სხვისით. და რაღაცა სხვა რამე უნდა, კატლეტი უნდა ბიჭო, რა გაუტრაკეთ საქმე. არ უნდა რა. ვაფშე არაფერი. უბრალოდ არის პოლიტიკური ექვივალენტი Prison Break-ის პირველი სეზონი ხო გახსოვთ? კი. მან რო T-Bags დაყავს თავისი სიტყვა როგორ თქვა არა. თავისი დამორჩილებული ტიპები, შნირები ასე ვთქვა. აბა ეს გავუშვათ მეგობრებო. ჯიბინა რო სარჩულს იღებს, ჯიბეზე რო ხელს აკიდებინებს და ეგრე რო დაყავ. უბაზი არის პოლიტიკის აი ეგ ტიპი, რომელიც ჯიბეზე დაყვება ყველას რა, ხელმოკიდებული. და არასოდეს ექსე და არ გახოისა, ეხა ვიპოვე მაქსინას და გავუშვათ ბაში. ხოიძა? და უკაცრავად ბოლოს უშვებთ იმას, იმ ზომბების ვიდეოს, იმით ვამთავრებთ. ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს და რაღაცა ალბათ მესეჯებზეც უნდა ჩამოყალიბდეთ. კარგია, მე უსმინე მაგალითად ნიკა მელიას მოწოდებას, რომ 26 მაისს დავაფიქსირონ სხვა პარტიებმა, ვისაც არ დაუფიქსირებია. ოღონდ და ამას გარდა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამარჩევნებს ვერ ჩაატარებს და ვერ ჩატარება რას ნიშნავს? არ მივა მაგალითად იმ არჩევნებზე 400,000 ადამიანზე მეტი. პირობითად ვამბობ. და ამის პარალელურად შესაძლოა ხალხმა ჩაატაროს არჩევნები, იქნება ეს ქუჩაში თუ აპლიკაციით ტელეფონით. პირობითად ეს ტექნიკით აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს დედლაინი, ეს არის 4 ოქტომბერი, როცა ამბობს ივანიშვილი ჩავატარებ არჩევნებზე, მან ვერ უნდა ჩაატაროს არჩევნები. არა, ამაში გეთანხმებით, კაცო, მე როგორც ესე იგი, აპლიკაციით და ქუჩაში ტარდება არჩევნები, როგორც მე მივხვდი. ანუ პატა, ვიმპატა, დუპატა, დაპატა და ეს პიტე კანტროფი ხო? სხვა ხორმი როგორც. არა, პიტე კანტროფი და ეს. ანუ ის რო აპირებდა, რომ ფიჭური სოტოებით რო ჩაეტარებინა არჩევნები, ბუტკის ტელეფონებით, ეს გადავიდა უკვე სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, ხო? კი. და ქუჩაში ვკითხოთ, რომ ქუჩაში იმ თავად აკაცუკებს იმ ზომბებს, მაგათ დაუაროთ და 100%-იანი ისგვეთნებაო. მეგობრებო, ჩვენ ახლა გავუშვათ ეკა წამალაშვილი, როგორც წითელ ტიგში შესატანი მიშისტი. გავუშვით, ნახეთ რა. სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, არის აი ამ საშინელი ბულინგის და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი და ზუსტად იცის აი ეს სიმძიმე პოლიტიკური დევნის რაც არის თავის თავზე აქვს გამოცდილი და მე-5 წელიწადია ესეთ მდგომარეობაშია, ხო? ძალიან ცუდი საქციელია ადამიანურად არასწორი, არის პოლიტიკურად არასწორი. დევნილ ადამიანს, რომელიც ამდენი ხანია ციხეშია, რისთვის, იმიტომ რომ უკანონოდ და უსამართლოდ განდევნილი იყო, შეთხსული საქმეებით და დაბრუნდა თავის ქვეყანაში. ბაჩო შენ იცის ვინ არის? შემდეგ იცახდა რომ აღარ მაინტერესებს ხალხური პოლიტიკაო და რატო ყო დააინტერესდა? ნუ ეხლა ნუ სხვადასხვა ეტაპები იყო რა არა როგორი შესაძლოა. ჯერ არ უთხრა, ვაფშე არ იცი? აი დაახლოებით რა აქ გაკეთებული. არა, რაღაც თუ არ მიმანიშნებ, ვერც გეტყვი. ცოტათი. მოდელირებული ქრონიკაა. ესაა მოდელირებული. ესაა გიორგი არველაძის რო ელაპარაკება. დაგვენძრევაო. ის რა მაგრა უსრულებს დებილი. არა, რატო დაგვენძრევა? არა. ნელ-ნელა რო არა ისიც წაშალე. დავა ისი. მოდი ვაფშე უმინდა ის დებილი, რასაც დაავალებენ. ის ზამაგარი კაცი იყო. სამაგეროდ შვილი იყო სწორგზაზე. აი ხა ხო ხედავთ. აი გავუშვათ აბა ძალიან საინტერესო სალომე სამადაშვილი, რომელიც ასევე ინტელექტის ნიმუშია. გენერატორი. ხო, გენერატორი. ლოკომოტივი ფაქტობრივად ლევოსი. მე მესმის რომ ასე ვთქვათ ჩვენ მუდმივად მოუწოდებთ საზოგადოებას წინააღმდეგობისკენ, მაგრამ ამას ვაკეთებთ მარტივი მიზეზით. ავტოკრატიული რეჟიმები შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ ან წარუმატებელი ომი აწარმოონ, წააგონ და მე დამარცხება ეშინია პუტინის დასრულების რუსეთ-უკრაინის ომის. მეორე ეს არის ხალხის ძალა, ანუ ხალხის წინააღმდეგობა და მესამე შესაძლებლობა ეს არის რაღაცა ეკონომიკური აბსოლუტური ჩამოშლა. ჩვენ ახლა დღეს ყველაზე რეალური გზა ავტოკრატიის დასამარცხებლად ეს გვაქვს დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. გავაჩეროთ, ესე იგი არც ომი იქნებაო, ძმაო. და ეკონომიკასაც არაფერი არ დაემართებაო რა. რა გინდა თქვა? ხალხი არ არის წინააღმდეგი, უბრალოდ ჩვენ უნდა განვაცხოთ. ჩვენ უნდა განვაცხოთ. ვაფშე უკან ყოფილად. სასაკაიფოდ თქვა. მე ხაზარაზეს რა უთხარი, რომ ეს მიიკედლა ისევ პოლიტიკაში, რომ ხალხს ამდენი წელია უნდა იყოს კულტურიე. და არაძლევენ საშუალებას, რომ იქ ხა არ არის ამისი ადგილი რა. სადოს მაინც ჩერგოსი არ იყოს უნიტაზის ხელში აწევა, სადოს მაინც, ზმაო, აგე ჩავაგდე მე ის. რა. ამას ვეძებ ბაითი აქ ირლანდიაში. პოლიტიკის გუბაზის. იცი ბაჩო, შენ გააქვს ბაითი ირლანდიაში. ვის ამას? მაგიტო დაერხა ირლანდიაში ესე იგი. ნივიას რეკლამა. რა ნივიას რეკლამა, იმიტომ რომ პრემიუმი არ გიყენია. პრემიუმი რატო არ მიყენია? ო, რატო არ გიყენია პრემიუმი? მოგითხარით. ხო,
ხო, მაგრამ ეხლა რეკლამა უნდა. იმიტომ რომ აი შეხედეთ რომ უფულო არის ჟალვარამიშვილი, 10 ლარი არ გაქვს. არა, ბიჭო, იმიტომ რომ არა, სხვა თემა არის, უყურე, ამას აქ რუბლებში ფული. და რუბლით ვერ იხდის იმაზე YouTube-ზე. რა, YouTube-ი არ შეიძლება, რუბლებში თუ მაქვს YouTube-იც არ შეიძლება მქონდეს. აბა შენ რა საიტს იღებებ? მართალია. სად გადავახვიე? მე 20 წამზე გადაახვიე და მე 20 წამზე გავუშვათ ვიზუალური რეპრეზენტაცია გუბაზი პოლიტიკაში. როგორ ეკედლება პატრონებს. აი ესა პატრონი და უკან მოყვება გუბაზი. მე 20 თქო, მე 20 გადმოხდა. უნდა მეშვი და მე 20. ეს ვიცი 20. ოპა. აი ეს ჯიბეზე დაყავს ამას. ეს ხო ცნობილი ის არის, ქათმები რომ დაყავს ჯიბეზე. ქათმია ის. ხო და გუბაზი არის პოლიტიკაში ეგ თქო. გუბაზე კიდე მარტო ჯიბეზე კი არ კიდევს ხელს. ბილიარდსაც ხომანო. არაბის დაყვება. კუნძე შენ რა იფიქრე? ბილიარდი. კუნძე კიდევს ხელს და ისე დადის. შალვა. დასასრულს აუცილებლად გავუშვი ზომბების ვიდეო. ჩამიგდე რა. ზომბების ვიდეო. მაგრამ ზომბების მე ის მაქვს, რა ქვია? ანიწითლის. სხვა ვიდეო მაქვს, მუსიკა დადებული და მოჭრილი. ვაუ, ძალიან მაგარი ხარ, ბაჩო. ეგ უეჭველი გავუშვოთ, მაგრამ სანამ მაგას გავუშვებ, ვინ ჩამი. შალვა ერთი. ანიწითლიზე გავუშვი და მოემზადებიან ბიჭები. არა, მომზადებული ვარ. ხო, თან ზომბებზე უნდა გავუშვათ და მანამდე ზომბი ეხლა მე. გავუშვით. უი, ანიწითლი. პირველივე დღიდან როცა ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, არასდროს მე არ დამავიწყდება მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც მეც კი უტრირებული მეგონა 2013 წელს როცა მითხრა, რომ ესენი თავისით არ წავლენ და არჩევნებით არ წავლენ. და აი, ერთადერთი რაც შეძლებდა, მაშინ მე მართლა ვთვლიდი, რომ უტრირებდა. იმიტომ რომ მეც მივეკუთვნებოდი იმ ადამიანების კატეგორიას, ვისაც მეგონა, რომ როდესაც რაღაცა ამათაც ხო შეიძლება მეც მისაუბრია მასთან ამ თემაზე და მეც მეგონა, რომ ალბათ შეიძლება ეხლა რაღაც გაბრაზებულია და იმიტომ ამბობს მეთქი, მაგრამ ყველაფერი სხვათა შორის რასაც ამბობდა ისეთ კაი რაღაცები წავიდა. ფოტო გავუშვით შეიძლება. პატარა. აი პატარა მსადიც მოხდა ისე ადგილი. სხვათა შორის კაი აბუა. მადლობთ. მადლობა. მაკაქსონ. სხვათა შორის მაიმუნს არ შევადრიდი, იმიტომ რომ მაიმუნი მაინც კი, არა, პატარა მაიმუნია. დადებითი გმირია ჩემი აზრით და არ შეიძლება ხარ. კარგი, ეხა გავუშვათ ეს. სოფირო შეეყრება. აბა ეხა ეს გავუშვათ და ამით დავასრულოთ ჩვენ გონდა ეპიდემია. უშვებ, მეგობრებო, უშვებ ერთი წუთით. Just a little boy. არა, ეს მუსიკა არა, მაგარი. აი წამოვიდე. ეს არ არის მუსიკა. ამაზე გეტყვი ამ მუსიკის მუღამი რა. ეხა ნახე. შეოპა მოვიდა ჩემი ფავორიტი პერსონაჟები. აი ეს სამი არის ტოპ. ეს სამპლუს მე დავადე მუსიკას, ჯოი დამატოს ფილმია Dawn of the Dead. გახსოვს ეგ? Dawn of the Dead კი არა. ეს არის სერიალი From. სადაც აი მოიცა ეხა მოიცა აი აკრას From-ის იმას ჩაგდებს სცენას. Slow motion-ი უნდა იყოს და თან გაშავთებული ედიტი როგორ უნდა იყოს ეს შემოდიან თუ არა ეგრევე ზომბილენდი რო იჭიტება. რა, რას მიგდებ ხმ? აი From სერიალი, რის მუსიკაც ადევს ამას და რის ის იგივე პერსონაჟები არიანო. არა კაცო რა უნდა დავშტრავო. თუ დაშტრავოთ მაგათ გაუგზავნი შტაბს. კაი, მეგობრებო, ეხლავე გავაძრო. ხვალ დავიწყოთ, ხვალ. მეგობრებო, ჩვენ ამით ჩვენი განაცემა დავასრულოთ. ხვალ ეგ სერიალის მუსიკა ჩამიგდა და დავადოთ და ვიკაიფოთ მაგრამ. და ამ კვირაში და სანამ აქციები უწყვეტად იქნება, ჩვენ ამ ვიდეოს უწყვეტად აქციები სულ იქნება. ჩვენც ამ ვიდეოს ყოველთვის 1000 წლის მერეც იქნება. იმიტომ რომ ესენი არ კვდებიან. ესენი ზომბები არიან, კვდები არიან. ესენი უკვე კვდები არიან. ანუ ზომბებს ხო როგორ შეიძლება ზომბებს დაემუქროს რამე. ნუ ზომბი არის, თან ერთი ორი კაი ზომბი ყველა ქალაქს უნდა ყავდეს. მე ატრაქციონი იქნება. უცხოელებს ჩამოყვანან, ბავშვებს მიიყვან რაღაცა. ბავშვებს შეიყვან. მოკლედ კარგად ზანდებოდ მომავალ შეხვედრამდე. გახონდის.